მინიმუმ 5 რეპორტაჟის გადასაღებად ვიყენებთ, გამოდის რომ 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 154 კილომეტრი ფირი დავხარჯეთ. Აი აქზის ადამიანი, რომელიც ამ რეპორტაჟს ჩემზე გაცილებით უკეთ გააკეთებდა, იმიტომ რომ ყველაზე კირკიტ ადამიანია, მათ შორის ვისაც მე ვიცნობ. ლაშა კვესელაძის კიდევ 2+ არის პატიოსნება და სამართლიანობა. ლაშამ წელს მხოლოდ 27 რეპორტაჟის გაკეთება მოასწრო. მან საკუთარი დროის უდიდესი ნაწილი საჯარო პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა შეალია. Postscriptum-მა კი მას საეთეროდ 2 საათი 54 წუთი და 21 წამი დაუთმო. ეს თაკო მესხის ადგილია. კომპიუტერი გამორთულია, იმიტომ რომ თაკო სადღაც მარტში თუ აპრილში გამოეთიშა ჩვენს გუნდს, ისიც საპატიო მიზეზით, მას მეორე ქალიშვილი შეეძინა. ჩვენს გუნდთან დროებით გამომშვიდობებამდე თაკომ 13 რეპორტაჟი გააკეთა. მასზე 5-ით ნაკლები რეპორტაჟი მოამზადა Postscriptum-ის ლეგიონერმა ბიზნეს კურიერიდან მიშა სესიაშვილმა. ჩვენმა მაყურებელმა ასევე იხილა ახალბედა რეპორტიორების რუსკა დათუკიშვილისა და ნინო მამარდაშვილის ნამუშევრებიც. მე ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდი. 46 გადაცემაში ქონდა ზუსტად 45 რეპორტაჟი. ვერც მე და ვერც რომელიმე ჩემი კოლეგა შესწლებდა ამდენი საინტერესო რეპორტაჟის მომზადებას, რომ არა ჩვენი ოპერატორობის კრეატიულობა და პროფესიონალიზმი. Postscriptum-ის რეიტინგის ზრდაში ლომის წილი სწორედ მათ და იმ კურიერელებს მიუძღვით, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში საგრძნობ დახმარებას გვიწევდნენ. გუნდურობა ხომ რუსთავი 2-ის წარმატების მთავარი საიდუმლოა. სწორედ ამის წყალობით იყო პიესი ქვეყნის საუკეთესო გადაცემების ათეულში 2013 წელს და იმავე სკვირდებით მომავალშიც. Pamela. გინდათ ნახოთ როგორ ნადირობენ პაპარაცები. არ გამოტოვოთ. არ არის ადვილი პაპარაცობა. რინო ბარილარი პაპარაცების პირველი მეფე. თუ მეფე ხარ, ღირსეულად და კორექტულად უნდა მოიქცე. პაპარაცის პროფესიაში ეს ძალიან რთული შესასრულებელია. ფოტორეპორტიორი, რომლის არქივშიც ოდრი ჰეპბერნი, ფედერიკო ფელინი და იოანე პავლე მეორე არიან, Postscriptum-ის ობიექტივში მოხვდა. Fantastic. ლამაზი და ჯანსაღი თმა ყველა ქალის ოცნება. მაგრამ თმა ყოველდღიურად კარგავს კერატინს. ამიტომ მე გირჩევთ ახალ საშუალებას Sios Keratin Hair Perfection. ის აღადგენს კერატინის დანაკარგს და თქვენი თმა ისეთივე მომხიბლელია, როგორც სალონის სტუმრობის შემდეგ. და რაც მთავარია, Sios-ის შეძენა შემიძლია ჩვეულებრივ მაღაზიაში. ახალი Sios Keratin Hair Perfection. გამოცდილია სტილისტებთან ერთად. სადილი დასრულდა და ჩვენ შორისაც ყველაფერი დამთავრდა. მოიცა, ჩვენ მიტოვებას აპირებ. ნუართულებ. არ წავალ. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჭამე დალიე და ღეჭე ორბიტი. თანამედროვე სამყაროში ნივთები გაცილებით კომპაქტური ხდება. ანუ სრულყოფილ სახეს იძენს. დღეს ახალი ტექნოლოგიები ცვლის სარეცხ საშუალებებსაც. ახალი კონცენტრირებული პერსილგელი. კონცენტრირებული ძალა რთული ლაქების წინააღმდეგ. ისევ ფაღარათი. მე ვიღებ ზომებს ფაღარათის დროს კუშნაზლავის ტრაქტის პირველი მოქმედებისას. მეც. მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა დროული იყოს. მიიღეთ იმოდიუმი. იმოდიუმი რეკომენდებულია ფაღარათის დროს და ხალხს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. იმოდიუმი ფაღარათის მკურნალობა სწორია. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მხოლოდ აგვისტოში მაღაზიაში ჩემი სახლი 50%-მდე ფასდაკლება გარე ავეჯზე. იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია. მაღაზია ჩემი სახლი, ადგილი სადაც გელოდებიან. ყველაფერი დაიწყო იდეით. იდეით, რომელიც გაძლევს ძალას. იარო წინ, წვერვალისკენ. იარო წინ და კონდეს ნდობა. ნდობა ხალხის, ვინც გვერდით გყავს. ნდობის მიღმა არის ერთგულება. ერთგულება შენი საქმის და ქვეყნის. ერთგულების მიღმა არის ქმედება და შედეგი. შედეგი, რომელიც გაძლევს რწმენას და ამართლებს შენს იდეას. გაძლევს ძალას, გააგრძელოს შენი ისტორია. PSP, წარმატების 20-წლიანი ისტორია.
აგვისტო, ქობულეთში დასვენების დროა. გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები სასტუმრო პალერმოსა და სასტუმრო დიანაში. მინიბარი, კონდიციონერი, ტელევიზორი, ინტერნეტი. სასტუმროები მდებარეობს ქობულეთის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე. ფასი 45 ლარიდან. 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. 2-240-100. ლუდი გერმანული ლიტრანახევრიან ბოთლში სამლარად მხოლოდ კასტელ ჯორჯიასგან ისიამოვნე და გაუზიარე მეგობრებს. მისმინე, სადილი დასრულდა და ჩვენ შორისაც ყველაფერი დამთავრდა. მოიცა, ვერ გავიგეთ ჩვენ მიტოვებას აპირებ. ჩვენ ხომ შევთანხმდით. ხო, არაფერი სერიოზული, მხოლოდ სადილი მე მეგონა რა ჩვენი ურთიერთობა შეიძლება. ნუ რთულებ. არ წავალ. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. ასე ჯობია. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჯამედალიე დაღეჭე ორბიტი. საჭირო მოგზაურობისას სხვა სიმპარათის აღება და ნომრის შეცვლა. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად და ისაუბრეთ ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 თეტრად. გამოხვევით როუმინგში, ჯეოსელი. გინდათ მიაღწიოთ სისუფთავესა და სასიამოვნო სურნელს ჩარიცხვებს შორისაც კი. ახლა ეს გაცილებით ადვილია. ახალი პრეფი ბლუაქტივი. მისი 4 ძლიერი ბურთულა უზრუნველყოფს თვალშისაცემ სისუფთავესა და სასიამოვნო სურნელს ჩარეცხვებს შორისაც კი. ყოველთვის სუფთა და არომატული. ახალი პრეფი ბლუაქტივი. ახლა კაბის სწორად შერჩევას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე თეთრი ღიმილის მომენტალურად მიღებას. ახალ Colgate Optic White მომენტალურს გააჩნია კლინიკურად დამტკიცებული ოპტიკური მათეთრებელი, რომელიც ათეთრებს თქვენს კბილებს პირველივე გახეხვისთანავე. მომენტალურად განიჭებთ შესანიშნავ თეთრ ღიმილს. ვაუ! ასე რომ თქვენ იქნებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მათ შორის. ახალი Colgate Optic White მომენტალური, მომენტალურად შესამჩნევი თეთრი კბილები. გააკეთე სწორი არჩევანი. მიიღე უპროცენტოს ცესხის სახლიდან გაუსვლელად. ვივუშჩი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. მხოლოდ აგვისტოში მაღაზიაში ჩემი სახლი 50%-მდე ფასდაკლება გარე ავეჯზე. იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია. მაღაზია ჩემი სახლი, ადგილი სადაც გელოდებიან. მე ჩემს დღეს სამკურნალო ვიტამინით ვიწყებ. ჩემი თმის მკურნალი პანტენის სპრეია. ვიტამინ B7-ით გამდიდრებული ფორმულა იცავს თმას დამძიმების გარეშე. პანტენის სისქის სწრაფად მოსამატებელი სპრეი. Elite Electronics-ის საზაფხულო შემოთავაზება. შეიძინეთ Bosch-ის მაცივარი და მიიღეთ 50%-მდე ფასდაკლება კონდიციონერზე ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე. თქვენს ბავშვს არ უყვარს თმის დავარცხნა? შამპუნის Johnson's Baby განსაკუთრებულად რბილი ფორმულა და გვირილის ნატურალური ექსტრაქტი თქვენი თმის დავარცხნას სინამდვილად აქცევს. ნუ გლამაზი ვარ. Johnson's Baby, ყოველთვის იერი დავარცხნა. უნიკალური სტანდარტი Johnson's Baby-ს. სამმაგი დაცვა ბავშვის. ეს არის სირბილე, ეფექტურობა და დაცულობა. მე პაატა იაკობაშვილი და პოსტსკრიპტუმის გუნდი ვაგრძელებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. პოსტსკრიპტუმი იყო და იქნება იქ, სადაც მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი გვანცა სუთიძე კანის კინოფესტივალზე, კვენტინ ტარანტინოსა და სოფი ლორენს შეხვდა. გუსტავი ორის მიკროფონზე კი ჰოლივუდის ვარსკვლავების ხელმოწერები დამსახურებულ რელიქვიად დარჩება. Oh, hello. Bonjour, bonjour. უკვე 67-ად ფრანგული რივიერა ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალს მასპინძლობს. კინო, მოდა, გლამური, ხალხით გადაჭედილი ქუჩები წელიწადის ამ დროს ქალაქის ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმია. აქ ჩამოდის ყველა, ვინც კინოს ისტორიას ქმნის, ვისაც კინო უყვარს ან უბრალოდ ფესტივალის დროს ლაჟვარდოვან სანაპიროზე ერთობა. ყოველი პრემიერის წინ იცვლება წითელი ხალიჩა.
წითელი ხალიჩის მოპირდაპირე მხარეს არის გამოყოფილი ადგილი გულშემატკივრებისთვის, ისინი დილიდან იკავებენ პოზიციებს, რათა როგორმე თვალი მოკრან საყვარელ ვარსკვლავებს. 20 წელია აქ დავდივარ, მთელი დღე ქუჩაში ვდგავარ. ჩვენი პატარა წითელი ხალიჩაც გვაქვს. ფანტასტიურია კანა. ეპიცენტრი წითელი ხალიჩაა, რომელიც სიყვდილის გარეშე არასდროს სრულდება. ყველაზე მხიარული, ეპატაჟური და არაპროგნოზირებადი, როგორც ყოველთვის წელსაც, კვენტინ ტარანტინო იყო. ვერსაჩეს კაბაში გამოწყობილ უმა თურმანთან და ჯონ ტრავოლტასთან ერთად. ტარანტინო აქაც რეჟისორობდა და მსახიობებს მოძრაობებს. წითელ ხალიჩაზეც კარნახობდა. მათი შეკრება კრიმინალური საკითხავის იუბილეს უკავშირდება 20 წლის წინ ფილმმა ოქროს პალმის რტომი იყო. კვენტინის და უმას ერთად რამდენჯერმე გამოჩენამ კი ეჭვები გააჩინა და მედიამ მსახიობის და რეჟისორის რომანზე ალაპარაკდა. ტარანტინო არასდროს უარყოფდა, რომ უმა მისი მუზაა, მაგრამ მათი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას ჯერჯერობით არც ერთი ადასტურებს. ერთადერთი თემა, რაზეც ტარანტინო მისაუბრა, კინოა. ეს ფესტივალი კინოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრესტიჟულობას არასდროს არ კარგავს, ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივარ. პრესკონფერენციაზე რამდენიმე პროფესიული საიდუმლო გაამხილა, თქვა, რომ საკუთარი ფილმის სულს არავის ანდობს, ამიტომ არ მუშაობს კომპოზიტორთან. დარჩენილი მასალისგან ფილმის ჯანგო თავისუფალიას 4 საათიან ვერსიას მალე გამოუშვებს. კითხვაზე, ახლა თუ მოსწონს 20 წლის წინანდელი ნამუშევარი, პასუხობს. მე ფილმებს მაინც შემთხვევით ვიღებ, ამიტომ რა თქმა უნდა, ჩემი ფილმი ძალიან მომწონს. არ მესმის იმ რეჟისორების, რომლებიც საკუთარ ნამუშევარს ვერ უყურებენ. თუ არ მოსწონთ, რაღაც იღებენ. ოქროს პალმის რტოს ლაურეატმა ჯილდო ჩიაფასა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს სახში ამ ჯილდოს. შეიძლება კიდევ ავიღო, როდესმე ვნახოთ. ამ იმედით ჩამოვიდა კანში ტომი ლი ჯონსის მსახიობი და ახლა უკვე რეჟისორი ვესტერნით გადმოსცემს ამერიკის ისტორიის ბნელ პერიოდს. ჰილარი სვანკმა ჩვეულად ძლიერი ქალის როლი მოირგო. ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ტომი ლი ჯონსი ერთდროულად მთავარი როლის შესრულებას და რეჟისორობას, გვიპასუხა. რეჟისორი ვასრულებ ყველაფერს, რაც მე მინდა. როგორც მსახიობი კი ძალიან დიდი ყურადღებით უსმენ ჩემ თავს. თინეიჯერების კერპი მისი გამოჩენის დროს შეძახილებით თუ ვიმსჯელებთ რობერტ პატისონია. ნაყოფიერი წელი ჰქონდა, 2 ფილმზე იმუშავა და ორივე კანში მოხვდა. დევიდ კრონენბერგის ვარსკვლავების რუკა საკონკურსო პროგრამაში იყო. მიმართლა და გადავიღე ფოტო რობერტთან, ძალიან მიყვარს სტილიდან აქველოდები. ბევრი ვიჭირე რომ დავინახე, მე ცოლად უნდა გავყვე. პატისონს მედიის უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია. თქვენ წინა ფილმში კოსმოპოლისში სექსი ჰქონდათ ლიმუზინში ჯულიეტ ბინოშთან. ახლა კი ასევე ლიმუზინში ჯულიანა მურთან. რომელიც ჯობდა? მოდი ვთქვათ, ორივეს 10 ბალიანი სისტემით 7 მივცემდი. არა ვხუმრობ, ჯულიანა ჯობდა. პატისონის სიტყვა ძუნწი აღმოჩნდა. სამაგიეროდ ბევრი ისაუბრეს ფილმსა და როლებზე. ფოქს კეჩერის მონაწილეებმა კანში ბენეტ მილერი ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. დიდი ოვაციებით შეხვდა პრესა მსახიობებს. მიხარია კანის ფესტივალზე რომ არის ჩვენი ფილმი. ეს კინოს დიდი ზეიმია. აქ კინო, გლამური და გართობა ერთადაა. ფილმში სრული გარდასახვა მოახერხა სტივ კარელმა, მსახიობმა, რომელმაც კომედიური როლებით გაითქვა სახელი. ბევრი მომზადება დასჭირდა როლისთვის ჩენინგ დატუმსაც. ფიზიკური მომზადება დამჭირდა, ბევრს ვარჯიშობდი. ასეთი ღრმა როლი ალბათ არც მქონია. ბევრი ვიშრომე და ვფიქრობ, ემოციური ფილმი გამოვიდა. უბრალოდ ვცადე დრამატული როლი. ის რომ კომედია კარგად გამოგდის, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ჟანრს ვერ მოერგები. ძმებმა დარდენებმა კი თავიანთი თვალით დანახული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგინეს. 2 დღე, 1 ღამე სოციალური დრამაა მარიონ კოტიარდის მონაწილეობით. გადასაღებ მოედანზე ვერ ხვდებოდი, რომ 2 რეჟისორი მყავდა. იმდენად უგებენ ერთმანეთს. არა, ეს მარიონია შესანიშნავი. ძმებს 2 ოქროს პალმის რტო უკვე მიღებული აქვს, ცალ-ცალკე მუშაობას კვლავ არაპირებენ. ვერ წარმომიდგენია ჩემი ძმის გარეშე მუშაობა. ეს უკვე ჩვევაა, არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა გადავიღო ფილმი. მარიონი ყველაზე დიდხანს გაჩერდა გულშემატკივრებთან. მიკროფონზე ავტოგრაფიც დაგვიტოვა. ასევე ბერენის ბეჟომ, ქლოე გრეის მორეცმა.
და ჯულიეტ ბინოშმა. ასეთ რამეს პირველად ვაკეთებ. მიკროფონია, გინდა შენ? სიგიჟეა. საპატიო სტუმარი წელს სოფი ლორენი იყო, რომელიც კანში შვილთან ერთად ჩამოვიდა. სოფის ყოველ გამოჩენას დიდი ოვაციები მოჰყვა. მსახიობის 60-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში ბრწყინვალებას არ კარგავს. კინოკლასიკის ფარგლებში დესიკას ფილმის ქორწინება იტალიურად ჩვენებაზე დარბაზში მოვიდა. მცირე შესავალი გააკეთა და ახალი ფილმიც წარადგინა. ჩემი შვილია რეჟისორი, ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია ჩემთვის. ედუარდო პონტიმ ფილმი ადამიანის ხმა დედას სოფი ლორენს მიუძღვნა. ქალის სიმარტოვე, სიბერე, ნოსტალგია, დრამა, ყველაფერი 30 წუთში გადმოსცა. ფილმის დასრულების შემდეგ მსახიობი ცრემლებს ვერ იკავებდა და ემოციას არ მალავდა. არაერთხელ გადაუხადა მადლობა თავის შვილს. It was amazing. Could you tell us 2 words about it? დედა, ეს ტელევიზიის მიკროფონია. როგორ იმუშავეთ შვილთან? შესანიშნავად, გადასაღებ მოედანზე კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დაინტერესდა ჩვენი წარმომავლობითაც. ბევრი თაყვანისმცემელი ყავთ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა, სოფი ლორენმა ძალიან ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. მოგვიანებით მასტერკლასზე კი მისი შემოქმედება მიმოიხილეს. სექტემბერში 80 წლის ხდება და ახლაც ემოციურად იხსენებს პერიოდს, როდესაც სინჯებზე იწუნებდნენ. ამბობდნენ, რომ განიერი პირი მქონდა და დიდი ცხვირი. შეცვლა უნდოდა ჩემი, მაგრამ მე მაინც ასეთად დავრჩი. ცხოვრება რთულია, მაგრამ დრო მაინც გადის და ბერდები. ამას ვერ შეაჩერებ. მე მაინც ბედნიერი ვარ. არ შევცვლილ ვარ. ახლაც მირჩევნია იტალიურად საუბარი ნეაპოლიტანური აქცენტით. სოფის სიყვარული ტყვება მარჩელოზეც, რომელიც წელს კანის ფესტივალის სიმბოლო იყო. თურქი რეჟისორის ფილმმა გაიმარჯვა ძლიერი პროგრამიდან მაყურებელს ბევრი ახალი ფილმი დაამახსოვრდა. ფოტოს ფილმიდან 8 ნახევარი კანი დაემშვიდობა. მომავალ წელს ამ ადგილს სხვა კადრი დაიკავებს. და გადაცემის ბოლოს ყველაზე სახალისო და ყველაზე რეპორტიორული სიუჟეტი. პაპარაცები არიან ფოტორეპორტიორები, რომლებიც ნებართვის გარეშე იღებენ კადრებს პირადი ცხოვრების შესახებ. ერთგვარი ხულიგნები არიან